რეპრესიული კანონი, რომელიც შეეხება ყველას, ასეთია იურისტების შეფასება ქართული ოცნების ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე წესები მკაცრდება. ჩნდება მრავალწლიანი პატიმრობის რისკიც. იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონი შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და მისგან თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს. მისივე თქმით, ცვლილებებით პროკურატურას უკვე ლეგალური უფლება ექნება მოусმინოს ნებისმიერ პირს, ვიზეც პატაკში ეწერება, რომ შემჩნეულია უცხოელთან საქმიან ურთიერთობაში. გარდა ამისა, კანონი იძლევა საშუალებას, მაგალითისთვის თუ ორგანიზაციამ ფინანსები არ დაადეკლარირა, ცალკე ხელმძღვანელები დაიჭირონ გრანტების კანონის დარღვევის საფუძვლით და ცალკე თანამშრომლები დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო. ვისაც ამ დროისთვის აიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან, მისგან იღებს ფულს ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს, Netflix-ის პაროლს ან უფასო Excel-ის კურსებს თუნდაც. მოუწევს, რომ შემდეგი კვირიდან ერთი თვის ვადაში ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს. თუ არ დაადეკლარირდა და შემდეგ რამე საზოგადოებრივ მოვლენაზე აზრი გამოთქვა, 6 წელი ციხე დაემუქრება. სანამ გამცხადებელი მთავრობისგან ნებართვას არ მიიღებს, იქამდე არც კონტრაქტის შესრულების, არც ფულის დახარჯვის, არც Netflix-ის პაროლის გამოყენების უფლება არ ექნება. თუ გამოიყენებს 6 წელი ციხე დაემუქრება. თუ პირველ პუნქტში მითითებული პირი გამოთქვამს ნებისმიერი სახის მოსაზრებას საზოგადოებრივ საკითხებზე, შესაძლებელი იქნება მისი პოლიტიკურ პარტიად შერაცხვა, რითაც მისი მთელი პერსონალური ინფორმაცია ყოველგვარ დაცულობას დაკარგავს და დამატებითი ვალდებულებები ექნება შესასრულებელი. გაი რომ ვინმე გრაფიკული დიზაინერი რომ დააკონტრაქტოს, სტუდენტებისთვის უფასო მასტერკლასის ჩასატარებლად, დიზაინერმა ჭკუა იხმაროს და ამაში ფული საერთოდ არ აიღოს, მაინც 6 წლით საციხოდ გაიხდის საქმეს დიზაინერიც, სტუდენტებიც და გაეროს თანამშრომელიც. საერთაშორისო ორგანიზაციებს აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ეგრეთ წოდებული ფარადან და ასე შემდეგ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც. თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან. რეპრესიული ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთის აგენტად მიჩნეული ორგანიზაციიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავალს იღებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკა, როცა ადამიანი უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში მუშაობს, პაუზა ეგრეთ წოდებული გაგრილების პერიოდი აიღო, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვება. არ მუშაობდით, GIZ-ში მუშაობდით, თქვენი შემოსავლის 20%-ზე მეტს გიხდიდათ გერმანიის მთავრობა. 100%. 100% გიხდიდათ გერმანიის მთავრობა. მით უმეტეს. მაშინ ამ კანონის მიხედვით არც თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ პოლიტიკაში. ეს კანონი ეს სერგი კაპანაძეს ეხება და თქვენ არ გეხებათ. შერჩევითი არის ეს მიდრომა. შერჩევითი არ არის. სერგი კაპანაძეს არ ქონდა უფლება. გავიგეთ. გრილების პერიოდები უწევდა და თქვენ არ გიწევდათ არაფერი? გაგიწევთ? მე 2020 დამოყოლებული კარგად გაგრილებული ვარ, ასე რომ რაც შეეხება კითხვას. რაც გეტყვით, რაც შეეხება ამ კანონს და ნორმას, არის მარტივი საკითხი არის. ეს ეხება ქართულ ორგანიზაციებს. ქართულ ორგანიზაციებს, ქართულ იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მე ქართული ორგანიზაციის თანამშრომელი არ ვიყავ, მიგახდით, გერმანიის მთავრობის ორგანიზაციის თანამშრომელი. რეპრესიული ცვლილებებით მთავრობის ნებართვა მიმდინარე გრანტებსაც დასჭირდება. კანონპროექტით თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიულმა პირმა გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო და არ გამოუყენებია, იურიდიული პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას მიმართოს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე იურიდიულ პირს მიღებული გრანტის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განსახორციელებლად გამოყენება ეკრძალება. რუსული კანონების სერიალი გრძელდება, ვისაც ეგონა 2-3 წლის წინ რომ რუსული კანონი მხოლოდ მოჩვენებით გამჭვირვალობას ემსახურებოდა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა, ახალი კანონმდებლობით ეს ყველაფერი შეუძლია უკვე თავის თავზეც იწვნიოს. კარგად უნდა გამოფხიზლდნენ ის მოქალაქეები, ვინც ამაშიც კი ვერ ხედავს ახლა საფრთხეს და იცოდნენ თუ რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, გადაავლონ თვალი ამ კანონების შემოქმედთა ბიოგრაფიებს. ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ნიკოლოზ სამხარაძის და სხვების, რომლებიც სწორედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღიდან მოდიან. ისე საინტერესოა პაპუაშვილს და კობახიძეს იმის შემდეგ, რაც აიღეს გერმანული ფონდებიდან ხელფასი, თუ არის გასული 8 წელი, დავინტერესდებოდი ამითი. ეს ფაქტიურად არის რუსული კანონის პირველ და მეორე ეტაპზე მიღებული ცვლილებების ბოლომდე მიყვანა, იმიტომ რომ ოცნებამ დაინახა, რომ შემოსავლელი გზა, გვერდითა გზა ადამიანმა
ადამიანებმა ნახეს საკუთარი ქმედებებისთვის, შესაბამისად ბოლომდე გუდავენ განსხვავებულ აზრს ჩვენს ქვეყანაში, ამას ემსახურება ეს ყველაფერი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ კონკრეტულ საკითხებს, რომლებზეც საუბრობს ბატონი პაპუაშვილი. საკანონმდებლო პაკეტი ქართული ოცნების პარლამენტში უკვე დაინიცირებულია ივანიშვილის პარტია მის განხილვას დაჩქარებული წესით არ გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის 3 მოსმენით მიღებას მინიმუმ თვენახევარი დასჭირდება. საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს იხსნება.